NBC News-ის ცნობით ირანის ინფრასტრუქტურაზე შეერთებული შტატების შეტევამდე თეირანი ტრამპს დაემუქრა. არხი ამ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. თითქოს თეირანის გზავნილი იყო, რომ თუკი ვაშინგტონი ირანს დაარტყამდა, თეირანი გააქტიურებდა მიძინებული ჯგუფების ტერორს შეერთებულ შტატებში. შეტყობინება ტრამპ შუამავალმა გასულ კვირაში კანადაში დიდი შვიდეულის 3-ზე გადასცა, რომელიც ტრამპმა 16 იუნის დილით დატოვა, რათა ისრაელის და ირანის კონფლიქტის ფონზე საკუთარი ვარიანტები განეხილა. წყაროების თანახმად შეტყობინება თითქოს კიდევ 2 ამერიკელმა მოხელემ მიიღო, ასევე ადამიანმა, რომელიც მუქარის თაობაზე უკვე ინფორმირებული იყო. შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი შეერთებულ შტატებში საფრთხეებს ზრდის. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ალბათობა შესაძლოა გაიზარდოს, განსაკუთრებით თუკი ირანის ხელმძღვანელობა გამოსცემს რელიგიურ დოკუმენტს საპასუხო ძალადობის მოწოდებით სამიზნეების წინააღმდეგ ჩვენს სამშობლოში. მაშინ ნათქვამია ასევე, რომ ირანმა შესაძლოა დაიწყოს კიბერშეტევები ამერიკულ ქსელებზე და სამიზნეებად აქციოს მოქმედი და ყოფილი ამერიკელი სამთავრობო მოხელეები, რომლებიც თეირანი 2020 წელს მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის კასემ სელემანის მკვლელობაში ადანაშაულებს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა NBC News-ის ეთერში განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ძალიან გულდასმით სწავლობს სამშობლოზე თავდასხმის შესაძლებლობას და გამოთქვა იმის რწმენა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ საფრთხეს გაუმკლავდებიან. მისი თქმით, შეშფოთების გამომწვევი ერთ-ერთი მომენტია ის, რომ არ არიან სრულად აღრიცხულები ის ადამიანები, ვინც შესაძლოა ამერიკაში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შევიდა საკმარისი შემოწმების გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებიდან ზოგიერთი ტერორისტების სიაში იყო, თქვა ვენსმა. ევროპელი დიპლომატი, რომელიც ირანის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს ასევე მიაჩნიათ, რომ ირანს შეუძლია შეუტიოს ევროპელ და ამერიკელ მოქალაქეებს შეერთებული შტატების ტერიტორიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა. კონგრესის რესპუბლიკელი წევრის მარჯორი ტეილორ გრინის თქმით, ისრაელში ბომბები არ ჩამოვარდებოდა ნეთანიაჰუს, რომ მანამდე ირანელები არ დაებომბა. რესპუბლიკელი კონგრესმენი წინააღმდეგია ამერიკის ჩარევის ირანის და ისრაელის კონფლიქტში. ყველა ჯერზე, როდესაც ამერიკა თავისი დიდების ზღვარზეა, ჩვენ ვებმევით მორიგ უცხოურ ომში. ისრაელელი ხალხის თავზე ბომბები არ ჩამოწვიდებოდა ნეთანიაჰუს, რომ მანამდე ირანელი ხალხი არ დაებომბა. ისრაელის სახელმწიფოს აქვს ბირთვული იარაღი. ეს ჩვენი ომი არ არის. მშვიდობა, ესაა ერთადერთი პასუხი, განაცხადა მან. უნგრეთი უზარმაზარი წნეხის ქვეშაა, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა საფრანგეთში, მანამდე ესპანეთში, ახლა მივემგზავრები ნიდერლანდებში. ყველგან, სადაც ჩავდივარ, ერთნაირი სიტუაცია მხვდება. არსებობს 2 პოლიტიკური ბანაკი, ეროვნული ძალები, რომლებიც უარყოფენ მიგრაციას, არ სურთ ბრიუსელისთვის ძალაუფლების გადაცემა და ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. და მეორე მხარეა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა უკრაინის ბლოკში გაწევრიანება, რომელიც ითმენს და მიესალმება კიდეც მიგრაციას და რომელიც ცდილობს ბრიუსელს დამატებითი უფლებამოსილებები გადასცეს, იმ მოტივით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი გააკონტროლებს წევრი სახელმწიფოების მოქმედებებს. ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად ერთნაირი სიტუაციაა. დღეს, როდესაც საუბარი იწყება სახელისუფლებო პოზიციებზე ევროპაში, სწორედ ეს მეორე ჯგუფი უკრაინის მიგრაციის და ბრიუსელისთვის დამატებითი უფლებამოსილებების გადაცემის მომხრე ძალა ფლობს უმრავლესობას და ეს ქმნის წნეხს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა უნგრეთი, ქვეყნებზე, სადაც ეროვნულ მთავრობებს აქვს უფლება გადასცენ დამატებითი უფლებამოსილებები და შეასრულონ ბრიუსელის მითითებები ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამგვარად ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლაა და ესაა ევროპული პოლიტიკური სიტუაციის ბუნებრივი მდგომარეობა დღევანდელ დღეს. პატრიოტები და ეროვნული მთავრობები ერთის მხრივ და ფედერალისტები, ბრიუსელელები და უკრაინის მომხრეები მეორე მხრივ, განაცხადა ორბანმა. ნატოს წევრებს ესმით, რომ შეერთებული შტატების გარეშე ისინი არაფერს არ მოადგენენ, ამიტომ იზოლებულები არიან ორიენტაცია ტრამპზე აიღონ, განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კრაინ კნაისელმა.
ნატოს წევრებს ესმით, რომ შეერთებული შტატების გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ. უკრაინის იარაღით მომარაგების საქმეში გადამწყვეტი როლის შესრულება მხოლოდ ერთ სახელმწიფოს ამერიკას შეუძლია. ალიანსის დანარჩენ წევრებს მისი ჩანაცვლების რესურსი არ აქვს, ამიტომ ყველა იძულებულია ორიენტაცია ტრამპზე აიღოს, უთხრა პრესას კარენ კნაისელმა. ყოფილი მინისტრი არ ფიქრობს, რომ ამერიკა ალიანსს დატოვებს, უფრო იმას ვხედავ, რომ პრობლემა ბრიუსელის მხრიდან მოდის, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი სულ უფრო აქტიურად გარდაიქმნება სამხედრო ბლოკად, ანუ ევროკავშირი ფაქტობრივად თავად იზრდის უფლებამოსილებებს, რომელიც იურიდიულად მას არ გააჩნია. ისინი იჩემებენ იმას, რაც არასდროს გაუკეთებიათ. იქმნება სამხედრო კავშირი, რომელიც დღევანდელ სამართლებრივ კონსტრუქციაში უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხები ზენაციონალურ კომპეტენციას არ განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, ევროკომისია სულ უფრო აქტიურად ერევა და ამ უფლებამოსილებებს საკუთარი კონტროლის ქვეშ აქცევს. მაგრამ ნატო კნაისელის აზრით შესაძლოა მეორე პლანზე გადავიდეს, თუკი ევროკავშირი შეძლებს უკრაინის ტერიტორიაზე ერთობლივი იარაღის წარმოებას. მაშინ ევროპას გაუჩნდება საკუთარი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი. ნატო კი მეორე პლანზე გადავა და რუსეთს ლოგიკური კითხვა გაუჩნდება. მრავალი წლის განმავლობაში ხომ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა გამორიცხული. ევროკავშირის წევრობა კი ბატონო პრობლემა არ არის, მაგრამ თუკი ევროკავშირის სამხედრო ვექტორის გზით ვითარდება, რუსეთი ვეღარ იქნება გულგრილი იმის მიმართ, გახდება თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი. თეირანს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ. ირანული წყაროები იუწყებია, რომ თეირანი დაახლოებით 5 მილიონმა მცხოვრებმა დატოვა. ირანის დედაქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა 2025 წლის მონაცემებით დაახლოებით 9.073.000 ადამიანია. თურქეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ირანი გაიმარჯვებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ კვლავ პილატეს შეადარა და განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ირანი აუცილებლად გაიმარჯვებს.